ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის ინფორმაციით რუსეთმა 1 აპრილს ღამით დასავლეთ უკრაინის ქალაქები ხმელინსკი და ლუცკი დაბომბა, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები და კომერციული ობიექტები დაზიანდა. რუსული დრონის დარტყმის შემდეგ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლუცკში საწყობებს და საფოსტო ტერმინალს დიდი ზიანი მიადგა. ნოვა პოშტას ტერმინალსა და საკვების საწყობებში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. მიყენებული ზიანის მასშტაბის მიუხედავად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ლუცკი პოლონეთის საზღვართან ახლოს დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს. ის უცხოური სამხედრო დახმარების მიღების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის უმეტეს ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც რუსული მხარისთვის შეთავაზებული სააღდგომო ზავის შესახებაც ისაუბრა. ლუცკში დაზიანდა საკვების საწყობი და ნოვა პოშტის ტერმინალი. პოლტავას ოლქში, სხვა რეგიონებში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. სინამდვილეში ეს არის რუსების პასუხის ჩვენს წინადადებაზე აღდგომის დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინამ ღიად შესთავაზა რუსეთს ასეთი წინადადება. რუსეთი კი პასუხობს შაჰიდის დრონებით და აგრძელებს ტერორისტულ ოპერაციებს ჩვენი ენერგეტიკული სექტორისა და ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. Енергетики проти нашої інфраструктури. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით რუსეთმა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზეც მიიტანა იერიში, რის შედეგადაც სამოქალაქო და პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეღ კიპერმა განაცხადა, რომ პორტში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ასევე ხანძარი გაჩნდა საწყობებში. საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 329 დრონი გაუშვა, მათ შორის შაჰედის ტიპის დაახლოებით 200 დრონი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 298 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს. მინიმუმ 20 დრონმა თავდაცვითი ხაზი გაარღვია და 11 ადგილს დაარტყა.